ესეთი მომენტი იძახიან, აი, კაი როლებს ვითამაშოთ, წმინდანების როლებს ვითამაშოთ. ეს საერთოდ მე თუ ვკითხავ, ეს უარესი მკრახელობაა წმინდანის როლის თამაში. ჯობია ცოდვილი კაცის როლი ითამაშო, ვიდრე წმინდანის როლი ითამაშო. რჯულის კანონში პირდაპირ წერია, ერის კაცმა, რომელმაც მღვდლის სამოსი ჩაიცვას, 15 წელი უზიარებლობით დასაჯა. ანუ ერის კაცი, რომელიც ადგებად ანაფორას ჩაიცვას, წერებს მოუშვება, ვითომ მღვდელია დაიწყებს მღვდლობას, 15 წელი უზიარებლობით ისჭირდება. და კაცი, რომელიც წმინდა მამას მიბაძებს, კაცი, რომელიც მოციქულებს მიბაძებს, იმის სასჯელი რა იქნება? ამ ღვთისმშობელს რო ქალი მიბაძებს და მე რაღაც ბინძურ ფილმში ითამაშებს. წარმოიდგინეთ. ამ თქვა ქრისტეს როლს კაცი თამაშობს. და უცბად შესვენებზე დაждებს ფეხებზე, გადადებს სიგარეტს მოწევს. იქ რაღაცას გაეხუმრება, გაემასხრება. მე ამ გრიმს მოიბანს, მე მანქანას დაждდება წავალ რა არის? ღმერთმა რატომ გადმოაგდო ეშმაკის ზეციდან? იმიტომ რომ ეშმაკმა მოინდომა ღმერთობა და მიბაცა